პოზიციის დატოვება საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია. Ამ დროს ფაქტობრივად შენი კარიერის ბედს თავად წყვეტ და მიზეზი უნდა იყოს საპატიო ან ისეთი, რომელიც შენი ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაგეხმარება. თუმცა ცხოვრება ბევრი უცნაურობითაა გამორჩეული და ცხადია გამონაკლისი არც სამსახურეობრივი მოვლენებია. ისტორიაში ცნობადი სახე არაერთხელ გადამდგარა თანამდებობიდან თანაც საკმაოდ უცნაურ, მოულოდნელ ან უბრალოდ აბსურდულ გარემოებაში. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებს გავიხსენებთ, როცა საჯარო პირებმა თავიანთი პოზიცია რბილად რომ თქვათ უცნაური მიზეზების გამო დატოვეს. პაპი ბენედიქტე მე-16, რომის პაპი. რომის პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც 2005 წლიდან მსახურობდა 2013 წელს მოულოდნელად თავისი ნებით გადადგა. ის იყო პირველი პაპი უკანასკნელი 600 წლის განმავლობაში, ვინც თანამდებობა დატოვა და სიცოცხლის ბოლომდე არ დარჩა. ბენედიქტე მე-16 ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება ღმერთის კარნახითა და შთაგონებით მიიღო და უკვე აღარ ჰქონდა სულიერი და ფიზიკური ძალა ეკლესიის მართვისთვის. ზოგი თვლიდა, რომ გადადგომის უკან ვატიკანის შიდა სკანდალები და ძალაუფლების ბრძოლები იდგა, რეალური მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. თუმცა მისი თანამდებობიდან დატოვებით უნიკალური სიტუაცია შეიქმნა, რადგან ვატიკანში ერთდროულად თან არსებობდნენ მოქმედი და ყოფილი პაპი. ზინე ელ აბიდინე ბენ ალი, ტუნისის პრეზიდენტი. ბენ ალი 23 წელი მართავდა ტუნის ავტორიტარული მეთოდებით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ქვეყანაში პროტესტის დროს აქტივისტმა მუჰამედ ბოუზიზიმ თავი დაიწვა, რამაც მასობრივი საპროტესტო მოძრაობა წარმოშო. 2011 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 2014 წელს მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა და პირობადადო რომ გადადგამდა ნაბიჯებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და პრესაზე არსებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად. თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან ათასობით ადამიანი გამოვიდა ტუნისის ცენტრში და მოითხოვა ბენ ალის დაუყოვნებლივ გადადგომა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ტუნისი დროებით დატოვა იმ მოტივით, რომ საკუთარი ოჯახის წევრები ჰყავდა მისახედი, მაგრამ რეალურად საერთოდ აღარ დაბრუნებულა. ის ფაქტობრივად გაექცა საკუთარ ქვეყანას და ოჯახის წევრების მოვლა იმ რეჟიმის დასასრული გახდა, რამაც მთელ რეგიონში არაბული გაზაფხულის ტალღა გამოიწვია. კარლოს როა, საფეხბურთო მეკარე. არგენტინისა და მალიორკას ყოფილი მეკარე კარლოს როა მართლაც უნიკალური კარიერით გამოირჩეოდა. თავიდან როა ბრწყინვალედ თამაშობდა რასინ კლუბში, შემდეგ კი ლანუსში გადავიდა. ამის შემდეგ ესპანურ ლა ლიგაში გაჩარხდა ტრანსფერი, სადაც პირველივე სეზონში გამოირჩა და კარიერის პიკს არგენტინის ეროვნულ ნაკრების ფორმაში მიაღწია. როა განსაკუთრებით ცნობილია ორი მომენტით: 1998 წელს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დევიდ ბატის პენალტის მოგერიებით და დენის ბერგკამპის მხრიდან მისკარში გატანილი ლეგენდარული გოლით. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი მის მიმართ დაინტერესდა და მზად იყო 10 მილიონი გადაეხადა, რათა როა პიტერ შმაიხელი შემცვლელად მოეყვანა ოლდ ტრაფორდზე. მაგრამ როამ უცნაური მიზეზი თუ არ ითქვა. ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი 1000 წლეულის ანუ 2000 წლის დადგომა აპოკალიფს მოიტანდა, რის გამოც 1999 წელს ფეხბურთიდან წავიდა. ის ყველაფრისთვის მოემზადა. რაც გააჩნდა, ყველაფერი დათმოდა ოჯახთან ერთად გადაიხვეწა კორდობის მთებში მდებარე პატარა სოფელში, ვილა დე სოტოში, სადაც იზოლაციაში ცხოვრობდა და სამყაროს დასასრულს ელოდებოდა. რადგანაც აპოკალიფსი არ დადგა, როა დათანხმდა მალიორკაში დაბრუნებას, თუმცა ბუნებრივია ვეღარ შეძლო ძველ დონეზე თამაში. 2004 წელს კი მისი ცხოვრება კვლავ აირია. მას სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს, რამაც აიძულა კვლავ დაენებებინა ფეხბურთის თამაშისთვის თავი. ედუარდ მერვე, ბრიტანეთის მეფე. ეს ამბავი გვანიშნებს, რომ სამყაროში სიყვარულზე უფრო მაღლა არაფერი დგას. ედუარდ მერვე გახდა ბრიტანეთის მეფე მხოლოდ 11 თვით, სანამ აბდიკაციას, ანუ გადადგომას გამოაცხადებდა. მიზეზი კი სიყვარული იყო, ვინაიდან მას ქალბატონ უოლის სიმფსონზე სურდა დაქორწინება, ამერიკელ ქალზე, რომელიც ორჯერ იყო განქორწინებული. საქმე ისაა, რომ ინგლისის ეკლესია, რომლის მეთაურის პარადოქსულად თავად მეფეა, კრძალავს განქორწინებულზე ქორწინებას მანამ სანამ ყოფილი მეუღლე ცოცხალია. ედუარდმა კი გამოაცხადა, რომ მეფის მოვალეობებს ვერ შეასრულებდა იმ ქალზე ფიქრის გარეშე, რომელსაც ეტრფოდა და ამიტომ ტახტს ქორწინება არჩია. შედეგად მეფედ დაინიშნა მისი ძმა ჯორჯ მე-6, რომლის ქალიშვილიც ლეგენდარული ელისაბედ მეორეა. გრეტა გარბო, მსახიობი. 20-იანი და 30-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსახიობი გრეტა გარბო, რომელიც ამ პერიოდში 4-ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული, 1941 წელს მოულოდნელად დიდი კინოდან წავიდა, თანაც ისე, რომ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. მთელი ჰოლივუდი და მსოფლიო შოკში ჩავარდა, ვინაიდან ის მეინსტრიმ არტისტი იყო და შემოთავაზებების მთელი კასკადი ეყარა. 40-იან წლებში და მთლიანად თავისი პენსიის პერიოდში მას არაერთი როლი შესთავაზეს, თუმცა ყველა უარით გაისტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უარს ამბობდა მეგობრებთან საკუთარი წასვლის მიზეზების შესახებ საუბარზე, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე შვედი ბიოგრაფისტვის სვენ ბრომანისთვის საბოლოოდ აღიარა, რომ ცნობადობამ გამოფიტა და კინოინდუსტრიაც მისთვის მხოლოდ ფულის საშოვნელი გზა იყო, რადგან ხშირად თავს ძალას ატანდა, რათა სტუდიაში წასულიყო. როგორც ჩანს, გარბოს ვერ წარმოედგინა თუ როგორი იყო ჰოლივუდის მსახიობის ცხოვრება, მაგრამ ცნობადობისა და მის თანმდევ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია კი დანამდვილებით უნდა ჰქონოდა.